თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და პარასპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით თბილისში პირველად პარასპორტის კვირეული ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პარასპორტსმენები, თავდაცვის სამინისტროს აისაფის მისიაში დაჭრილი სამხედროები და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის შეზღუდული შესაძლებლობების არ მქონე პირები. სპორტული კვირეულის მიზანია საზოგადოებაში პარასპორტული სახეობების პოპულარიზაცია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა. ქალაქ თბილისის მერია აქტიურად უწევს ფარს პარასპორტის განვითარებას თბილისში. როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის ივლისში ფუნქციონირება დაიწყო პარასპორტის განვითარების ცენტრმა, სადაც რამდენიმე სახეობა აქტიურად ვითარდება. ასევე ვაპირებთ წელს დავამატოთ სხვადასხვა სპორტის სახეობები და უფრო მეტი სპორტის სახეობა იყოს განვითარებული აღნიშნულ ბაზაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტურნირები ჩვენთვის და ძალიან დაგვეხმარება ესეთი შეჯიბრებები, ესეთი ტიპის შეჯიბრებები საერთაშორისო ასპარეზზე და ძალიან დიდი პრაქტიკაა ეს ჩვენთვის. პარასპორტის კვირეული მიმდინარეობდა 10-დან 15 ნოემბრის ჩათვლით. მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 80-მდე პარასპორტსმენმა.